მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ეხლა ვიმყოფები მაღაზია შირაქის 3 ნომერში ეთევზე მონადირის მაღაზიაში ვიმყოფები. მაღაზიის სახელწოდებაა მეტეორი. მოკლედ ეხლა ეს საერთო ფონი და მე მიმოვიხილავ. მოკლედ აქ არის წარმოდგენილი ბევრნაირი ძუები, წნულები, სატყუარები, ეგრეთ წოდებული რეზინის სატყუარები. მე რა ფასები როგორ არის რეზინის სატყუარების? 6 ლარიდან იწყება 20 ლარამდე, 6-დან 20 ლარამდე გააჩნია რეზინის სატყუარას, ფერს, სუნს, გემოს და ასე შემდეგ. ზომასაც. შემობატო. ეს არის რეზინის სატყუარები სხვადასხვა ზომის. მე რა პნევმატური იარაღებიც არის ხო თქვენთან? აღარ არის? აქ არის ჩანთები, იარაღის ჩასადები ჩანთები. ფასები არის 20 ლარიდან ზემოთ, ხო? აი ეს ჩანთა მაგალითად. აი ეს ჩანთა. რბილია, შიგნით გუბკაა გამოკრული. ღირს 20 ლარი. აი ეს ჩანთა, უფრო მაღალი ხარისხის. 80 ლარი ღირს ფასი. ეხლა ამ წუთში. აქ არის ოპტიკები. სხვადასხვა ზომის. ფასები 190 ლარიდან ზემოთ. მე რა ბიუჯეტური ჯოხები რა ფასიდან იწყება? ეს არის სათევზაო ჯოხები, კარბონის. კარბონისაა 120 ლარიანი. ყველა კარბონია აბსოლუტურად და ბიუჯეტური ჯოხი იწყება 120 ლარიდან. აი ეს ყუთებია ჩასაწყობი ვობლერების, ყანყალების. ეს არის ხო ის ჩანთა, ყანყალების ჩანთა. და რა ფასშია ეს ახლა? 65? აი ეს არის ის ცნობილი ჩანთა, მერაბი რო გადახსნის ხოლმე თავის ვიდეოებში და თავის ყანყალებს რო გვაჩვენებს. აი ასეთი ჩანთა არის. არის პლასმასის ჩასადებები, სხვადასხვა ფასიანები. ეს ვისაც უყვარს მიზანში სროლა. მე რა ეს რა ფასიანია ეს მიზანში სასროლის სამიზნე? ეს მოყვება ფურცლები? გასაგებია 25 ლარი ღირს აი ეს ჩასადები და ფურცლები შემდეგ ცალკე იყიდება. თევზის გამოსაყვანი ჩოგამბადეები. ეს ვობლერების ყუთები 15 ლარი. არის ყუთები ეს სხვათა შორის. ეს არის ვობლერების სექცია.
სხვადასხვა გრამობის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა თევზისთვის განკუთვნილი. მერა სააქაშპე ვობლერები ბიუჯეტურ ფასებში და ზემოთ. ყველაზე ბიუჯეტურ ფასში არის უკრაინული ფირმებია ესენი. 15 ლარიანებია. დიახ. ესენი არის იაპონური ფირმა Smith Camionis კლონები. სადაც მუშაობს კაშებს. კაშებს. მიდის თვითონ Smith-ის კამიონამდე ისინი ჯვირები ის მე 40 ლარი და ეს ზევით. აჰა. ეს 15 ლარიანები მუშაობს ესე. ეს კარგად მუშაობს ფირმა ესენიც. მე ავიღებ მაგას ახლა ერთ ცალს მაინც გავსინჯავ, მექნება ერთი ცალი რომ დავტესტო. და ტრიალები რა ფასში გაქვთ? ყველაზე დაბალფასიანი ფრანგული ტრიალები მეფსის. დიახ. 8 ლარიდან იწყება. 8 ლარიდან ზემოთ. ისე მუშა ტრიალები იაპონურ ტრიალები ყველაზე ძვირიანი რაზვა იარის ტრიალები 22 ლარიანი. 22 ლარი. მოკლედ 8 ლარიდან იწყება ტრიალების ფასები და აი ვობლერები არის 15 ლარშიც კი. აი ეს ფირმის და შემდეგ ადის ვობლერები 20, 22, 25, 40 ლარამდე სხვადასხვა ზომის, წონის. ზოგი კალმახისთვის არის განკუთვნილი, ზოგი საქაშპია, ზოგი მოკლედ ოგუნს იჭერს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრნაირი საშუალებები აქვს ბატონ მერაბს მაღაზიაში მოგბრძანდით, ისიამოვნეთ, შეიძინეთ, ვისაც გიყვართ თევზაობა. ეს არის ის ბიუჯეტური კოჭა? აი ეს კოჭა არის ახლა ამ წუთში 80 ლარად თუ არ ვცდები, როგორც ბატონი მერაბი ამბობს. ბიუჯეტური კოჭა, ძალიან კარგი სელექტის კოჭა ბიუჯეტურ ფასში. და შემდეგ ეს კოჭები სხვადასხვა ფასებია 100, 120 და ზემოთ. ეს არის დაივას კოჭები. დაივას კოჭების ფასი? დაივას კოჭები იწება ახლა რაც მაქვს 120 ლარიდან. 120 ლარიდან ზემოთ. ეს არის ნემსკავები, ხო? ძალიან საინტერესო თემაა ნემსკავები. კარგი ხარისხის ნემსკავები რა გაქვთ და რა ფასიანები? ანუ ნემსკავები ყველაზე ბიუჯეტური რაცა არის ოვნერი. იწყება 6 ლარიდან, ანუ ყველა იაპონურია ნემსკავები ოვნერი. კარგი ხარისხის? ერთი დონეა, დეკოი, ბამფუკი, ყველა პრემიუმ ხარისხის იაპონურია ყველა. და ფასები 6 ლარიდან აქვს ზემოთ. ბიუჯეტურები ეს კალიფსოს ნემსკავები 5 ლარიდან იწყება. დიახ. გადმოვინაცვლეთ ვობლერების მექაში. აქ არის ტრიალები, ვობლერები. აი ტრიალები 12 ლარი. ხედავთ წერია ფასები. აი ეს ეს ტრიალები. ყანყალები. აი ეს ყანყალები ეს. 12 ლარში. სანამ კარგად არის. აი ეს ტრიალა 20 ლარში. იქამდე არ ჩამიწევ. არ დაიჭირე. ვერ გავიგე, იქნება ეს ლაკუჩი ჩაყლაპო, ვერ გავიგე, ჩემი ბრალია თუ არ ჩაყლაპო. აი 10 ლარში. ეს არის მერაბ საკალმახე ვობლერები? საკალმახე ვობლერები. ქაშაღზე არ მუშაობს ესე? ქაშაღზეც მუშაობს, თუ დიდი ქაშაპი იქნება მუშაობს. და 10 ლარიგი? 10 ლარი ყველაზე ბიუჯეტური საკალმახე ვობლერები. ო. აკაი ფერებია. 10 ლარი აქვს ფასი. ამ წუთში ღირს 10 ლარი და სხვადასხვა ფერებია. კარგი ფერებია სხვათა შორის. კამერა ისე ვერ აღიქვავს ამ ფერებს. აი ტრიალები. ტრიალები მერაბ ყველა ერთი ფასი ღირს თუ სადღაციდან იწყება და 12-ზე ადის. ყანყალები უბრალოდ. ყანყალების ფასი იწყება 8 ლარიდან და ადის 12 ლარამდე? იაპონურები
ის 18 ლარი. იაპონურების ფასია 18, SOS ფასი არის 12. აი ყანყა. დიდი ყანყა. ეს არის ნემსკავები? სათვალები არ მანდ ძილვად ისე. ეს არის საქორჭილეები, ხო? სათვალები 4 ლარი. ბიუჯეტური საქორჭილე სათვალები. ესენი დიდი ნემსკავები. ესენი არის ტყვია, სიმძიმეები. ეგრეთ წოდებული ვოლფრამის სიმძიმეები. This is one that has $4 for page. You can also use for time. Can I ask you one question? Right now, which place do you go for? ძალიან ბევრნაირი ყანყალა. But there is not for like loot casting. Which place is good? მერაბ ძუების ფასები მაინტერესებს. ფლოროკარბონებია ეგ 8 ლარიდან იწყება. ფლოროკარბონების ფასი არის 8 ლარიდან ზემოთ. და ჩვეულებრივი ძუები არა. წნული და ფლოროკარბონი. წნულის ფასები 18 ლარიდან იწყება წნული. იაპონურები? უკრაინულია, იაპონურები იწყება 40-დან. იაპონურების ფასი იწყება 40-დან. I didn't find the shop. აი ყანყალა 9 ლარი. 5. Yes. ობლერები 15 ლარი. სილვადი ობლერები 12 ლარი. 10 ლარი. 15 ლარი. ობლერები 20 ლარი. სელექტის ყანყალები სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის. If you second one, like this. So, right now if I'm going to Tbilisi also, it's possible. Yes, you can catch perch. No perch. I get მოკლედ იმდენი საქონელია რომ ყველაფერს ერთად ვერ გადაიღებს კაცი. აქაც ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული რეზინის სატყვარებია. სხვადასხვა ფერის, გემოს მოდიფიკაციის და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადად სელექტის და შემდეგ იაპონური ფირმები. წარმოდგენილი ამ მაღაზიაში. Like this, you can catch. ძალიან ბევრნაირი სატყვარაა და ძალიან ბევრნაირი თევზის საჭერი მოწყობილობებია. I want to buy it. სხვათა შორის არის ესეთი რაღაცაც. Right now I'm having very old. ვისაც გიყვართ შორმანძილზე სროლა, I have აი ესეთი გონგი არის. მოყვება ესეთი სისქის. ფოლადის ფირფიტები. 80. And I have more. ეს ნებისმიერ ვაზნას უძლებს. არის 500-ია მასალა, ანუ 300-ს უძლებს 100 მეტრიდანაც. არამჭრელი. 300 ვინჩესტერის ვაზნას ჩვეულებრივად უძლებს 100 მეტრო დისტანციიდან. ისედაც იყიდება გონგები და ფასი რა აქვს ამ გონგებს? იწყება ზომების მიხედვით 100 ლარიდან იწყება. ანუ პატარა ზომები ღირს 100 ლარი. პატარები 100 ლარიდან ზემოთ არის ფასები. და ეს მთლიანად ეს მოწყობილობა მთლიანად ის მოწყობილობა ფირმა ამერიკული 650 ლარიდება 2 გონგით. 2 გონგით ეს მოწყობილობა თავის ფეხებით იშლება და იწყობა 650 ლარი ჯდება. მოკლედ დაგემშვიდობებით ბატონებო და ქალბატონებო. კიდევ ბევრ სასიამოვნო ვიდეოს გადავიღებ. მე თვითონ მიყვარს ეს თემა. მე თვითონ გატაცებული ვარ ნადირობით, თევზაობით, სროლით და
ხალხადმანები, ქუდები. სიკეთეს გისურვებთ თქვენ და მთლიან სრულიად საქართველოს.